გავუკითხავთ ბატონ დიმიტრი სანაკოევს, რომელიც თუ მოგბრძანდა, ვთხოვთ რომ შემოგბრძანდეს დარბაზში. ბატონი დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობდა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას, როგორც ეს მაშინ სააკაშვილმა შეარქვა და ჩვენ ის მოგვახსენებ ისის თაობაზე თუ რატომ შეიქმნა ეს ადმინისტრაცია. მოგესალმებით, დაბრძანდით ბატონო დიმიტრი და ასევე ვისაუბრებთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო დიმიტრი. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თქვენთან შეხვედრა და კომისიის სახელით მადლიერებას გამოვხატავ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ კომისიაში მობრძანება და თანამშრომლობა. პროცედურა არის ასეთი, ალბათ უკვე ეს თქვენთვის არის ცნობილი, რომ უნდა მოხდეს გაფრთხილება, თქვენ გაქვთ ტექსტი წინ, რომელსაც სავარაუდოდ სამდივნოსთან ერთად უკვე გაეცანით. კომისიის წინაშე განზრახ ცრუახსნა განმარტების მოცემა, ასევე კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ижება სისხლის სამართლის წესით და ამის დასტურად რომ ეს იცით თქვენ მოაწერეთ ხელი დოკუმენტს თუ არ შეწუხდებით და შემდეგ დავიწყოთ მუშაობა. კომისიის წევრებს თავაზობ რომ ჩვენ პირდაპირ კითხვები დავსვათ, ვინაიდან 12 საათამდე ცოტა დროა და ამ კითხვებს პასუხის რეჟიმში გამოიკვეთება ის საკითხები, რაზეც ბატონი დიმიტრი სავარაუდოდ თვითონ მოისურვებს უფრო ვრცლად თქმასაც ამა თუ იმ საკითხის თაობაზე. ბატონო დიმიტრი, თქვენ რომელ წელს დაინიშნეთ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად? პირველ რიგში მინდა მივესალმოთ ხალბატონო თქვენ და კომისიის წევრებს. ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს უშინდელი ჩვენი ღონისძიებები. მინდა გვისურვოთ შვიდობას და წინსვლას ჩვენ ქვეყანას. და მინდა რომ შვიდობიანი პოლიტიკით მინდა დავასრულოთ ის საქმე, რომელიც საქმეზე თქვენც მუშაობთ და ალბათ მთელი ჩვენი ქართული ხალხი. რაც შეეხება იმ კითხვას, ჩვენ ახლა ადმინისტრაცია, მე გადმოვედი აქეთ 25 ოქტომბერს 2006 წელს, მაქამდე წივალში ცხოვრობდი და იქ ვიღებდი სხვადასხვა მონაწილეობა სხვადასხვა საქმეებში. 25 ოქტომბერს 2006 წელს უკვე სრულად გადმოვედი აქეთ უკვე და აქ დავიწყე ბრძოლა, რომელიც ბრძოლას საფუძველი იყო ის, რომ გაერთიანებულ საქართველოში ყოფილი იყოს ეს რეგიონი, რომელიც დღეს სამწუხაროდ არის ოკუპირებული. მქონდა შეხვედრები მაგ დროს უკვე შინაგან საქმეთა მინისტრს და მაგ წევრებს ამისათვის რომ გავაკეთოთ ადმინისტრაცია დროებითი ადმინისტრაცია რა გზით და როგორ ეს უკვე მე მოგიყევ რომ აქედან ვაჩვენოთ იმ ხალხს რომელიც წივალში ცხოვრობდა და ჩვენი კონტროლებად ტერიტორიაზეც იყოს რომ არსებობს სხვა გზა რომელსაც დაუშვათ დემოკრატიული გზით და იმითით რომ ყველა ხალხი რომელიც განცხადებები აკეთებდნენ წივალის რეჟიმი მაგ დროს რომ არასდროს სამხრეთ ოსეთი არ იქნება საქართველოს ფარგლებში და ასე რომ აზრი აჩვენოთ ხალხს რომ სხვა ეს ხალხი ესე არ ფიქრობენ როგორც იძახიან ესენი მაშინ აი ეს იყო ჩემი თავარი ის და პარალელურად იყო ესეთი შეთანხმება რომ რეგიონში ინვესტიციების შეტანა და განვითარება ამ რეგიონს. ბატონო დიმიტრი, თქვენ გასაგებია რომ 2006 წლის 25 ოქტომბერს საოკუპაციო ხაზი გადმოლახეთ და გადმოხვედით აქეთ და როდის დაინიშნეთ ოფიციალურად? დანიშნული ვიყავი მაისში, მგონი 8 მაისში მოხდა. 2007 წელს პარლამენტში როცა მიიღეს კანონი დროებით ერთეულის როგორ იყო ერთეული იყო დროებით ერთეული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს და უკვე 2007 წლის მაისში დაინიშნეს. ცვლილება კი არა, კანონი მიიღეს. კანონი მიიღეს ახალი. მიიღეს და კანონის საფუძველზე მე დავნიშნეს რა ერქვა თქვენს ადმინისტრაციას? დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სამხრეთ ოსეთის? სამხრეთ ოსეთი ტერმინი არ იყო. ტერმინი არ იყო. არა, იყო
დროებითი ერთეული ტერიტორიის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაგრამ ამ დროებით ადმინისტრაციას ექნებოდა თავისი გეოგრაფიული არეალი, ხომ? შემოსაზღვრული. სად წერდებოდა თქვენი იურისდიქცია? სოფელ ქურთაში. იყო ცენტრი. ცენტრი იყო ჩვენი ადმინისტრაციის შენობა და მაგრამ რომელ ტერიტორიას აკონტროლებდით, რა გითხრათ კანონმა? თლიანად იმ საქართველოს ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე იყო ეს ყველაფერი კანონი, მასე იყო არა მარტო დაუშვათ იმ კონტროლებად ტერიტორიებზე, რომელიც საქართველოს მთავრობა ახორციელებდა. ესე იგი ბრძანება იყო მთლიანი ყოფილი სამხრეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. კი ბატონო. ჩაერიეთ წევრებიც კი ბატონო. ეს თქვენი იურისდიქცია მოქმედებდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. იმ საზღვრებში რაც იყო სანამ საქართველოს ხელისუფლება გააუქმებდა. ადრე როცა ჯერ კიდე დიახ, იმ საზღვრებში რომელიც იყო 1922 წელს შექმნილი მაშინ გასაგებია. ბატონო დიმიტრი, თქვენ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ჩაგაბარეს. ასეთი ადმინისტრაციის შექმნა მიზანშეწონილი იყო, რატომ იყო და ეს რა თქმა უნდა მსჯელობის საგანია და ანალიტიკის, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე ჩაგაბარეს, სხვაგვარად უბრალოდ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს იყო უმნიშვნელო ამბავი. რამდენად ეს ამ ფორმით უნდა გაკეთებულიყო, ეს მეორე საკითხია, მაგრამ თავარი მიზანი რა იყო ამ ადმინისტრაციის ასე ვთქვათ კონტროლირება ტერიტორიაზე ამ შემთხვევაში ქურთაში ბაზირება რაღაცა ტიპის დროებითი სტრუქტურის და შემდეგ შეტევა ცხინვალზე და ახალი კონფლიქტის წამოწყება თუ თავარი მიზანი რა იყო თქვენი სულისკვეთება რა იყო მე როგორც ვფიქრობ, მე ჩემაზეც ვეტყვი, თავარი მიზანი რაც იყო ჩადებული მაგდროებდელ თარბობას, ეხლა მე ზუსტად არ ვეტყვი, იმიტომ რომ იმდენი არ ვიყავი რა ჩარეული ამ სიტუაციაში, მაგრამ ჩემი პირადი სურვილი, რომელიც მე გამოვხატე ამ სიტუაციაში, იყო ის, რომ შევინარჩუნოთ ის გინდა თუ არა, ცუდი იყო თუ არა, ის შვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც არსებობდა მაქამდე, არსებობდა 2003-მდე, 2000 წლებს, მაგრამ მე უკვე ვითარება რეგიონში ესე მოდიოდა, რომ ჩვენ ხედავდით, ეხლა მე უშუალოდ სანამ აქეთ გადმოვედი 2001 წლამდე იქ მთავრობაშიც მუშაობდი და ძალიან მაღალ დონეს თანამდებობას ვიკავდი რა და ვიცოდი რა დონეზე ვითარდებოდა შვიდობიანი პოლიტიკა ქართულს და ოსებს შორის. იგივე ამ ერგინეთის ბაზარი ავიღოთ, იგივე ნებისმიერი ურთიერთობა სახელმწიფო შორის, აუშვათ სამინისტროების შორის და ყველაფერი და ამ სიტუაციაში ვიცოდით, რომ არსებობდა იურიდიული დოკუმენტი, რომელიც შექმნეს 1992 წელს სოჩაში, სადაც ბატონმა შევარდნაძემ ცხონებულმა და ელცინმა მოაწერეს ხელი ამისთვის, რომ აღადგინოთ რეგიონი საქართველოს ტერიტორიალის ფარგლებში და არა სხვანაირად. მაგრამ 2002 წლიდან უკვე როცა ქოქოიტე დაანიშნეს და აღიარეს იქ როგორც პრეზიდენტი, ამან დაიწყო სხვანაირი პოლიტიკა და ჩვენ უკვე გრძნობდით, რომ რუსებმა ძალიან ხშირად არიან ჩარეული ამ პოლიტიკაში და აკეთებდნენ იმას, რომ იმ ხელშეკრულებას დაღება მოახდინოს. და ბევრ რაღაცები ხდებოდა. იქ შეარაღება იყო ხალხისა, შექმნეს ბევრ რაღაცები, რადიკალური განცხადებები იყო და არსებობდა იმ ქოქოიტის ოპოზიცია ერთადერთი წევრი მეც ვიყავი მაშინ, რომ ვიძახოდით, რომ ეს გზა ჩვენ არ გჭირდება. ამითით, რომელ გზით თქვენ მიდიხართ, ეს პირდაპირ მიდის ომის მიმართულებით და ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ ამას ეუბნებოდით ქოქოიტს. პირდაპირ, დიახ. მაგრამ იქ ოპოზიციის შექმნა და რას გეუბნებოდათ, ის რას გეუბნებოდათ? ბატონო? რას გეუბნებოდათ, ის რო ეუბნებოდით ამას? კოკონაირი გზა არ არსებობს ეხლა. აი ომის შედეგად ჩვენ შეგიძლია რუსებმა აღიაროს. და ეს ხალხიც იცოდა და დღესაც იციან. ეხლა
მაგას ახლა რომ გამოვიდა და მიტინგების აწყობა ის გამორიცხული იყო რა. ბატონო დიმიტრი, რას თქვენ სწორად მივხვდით ბატონი ალუდას კითხვაზე, რომ თქვენ როდესაც ქოქოიც და იქაურ ხელისუფლებას იყავით რა, იქ ოპოზიციაში ხომ, ცხინვალში? ნუ ოფიციალურ ოპოზიცია არ არსებობდა საერთოდ. მაგრამ განსხვავებული აზრი ჰქონდათ, ასე დავარქვათ. ხალხის შორის. როცა ამას ეუბნებოდით, ისინი ამბობდნენ, რომ თუ შეიარაღებული კონფლიქტი იქნება, ეს დაგვეხმარება აღიარებაშიო? პრობლემები ჭირდებათ. ვინ ამბობდა ამას? ის იქაური ის არა, თავის ხელისუფლება. იქაური ხელისუფლება თუ რუსეთი? არა კონკრეტულად ისინი. კონკრეტულად ვინ ამბობდა? თვითონ ქოქოიც ამბობდა მაგას. იყვნენ იქ ახლა ყველა შეიარაღებული ძალები სტრუქტურებში იყო უკვე ის სტრუქტურები რუსეთიდან წარმოსული ხალხი რა ოფიცრები. პირდაპირ ქოქოითი ამბობდა. ის ხალხიც ამბობდა, ვინც აბზადებდა იმ ბიჭებს. რუსებს გულისხმობთ? დიახ. ნუ, მაგრამ ახლა პოლიტიკოსები არ იყვნენ, ესენი სამხედრო კაცები იყვნენ. ახლა მოგითხრა რომ ვიღაცა პოლიტიკოსმა ესეთი განცხადება გააკეთა, ხმამაღლა მაგაზე არავინ არ ამბობდა. просто ჩოვლებრივი ის იყო. ბატონო დიმიტრი, კი ბატონო, გადმოხვედით პირიქით ბოდიში, გადმოხვედით და იმ იმედით რომ რაც იქ ვერ მოახერხეთ რომ დაგერწმუნებინათ ქოქოითი და ხელისუფლება რომ ქართველებთან მშვიდობიანი საუბარი უკეთესი გზაა ვიდრე კონფლიქტის გზა. გადაწყვეტ იფიქრეთ რომ აქ იქნება აქედან შევძლო იგივე. ეს იყო თქვენი იმედი? ნუ ესე არა რომ მე მარტო მე ვიყავი დავუშვათ ამაზე ჩაფიქრებული რომ აი მე აქეთ რომ გადმოვიდე მთავრობა წამოვა ჩემი იმითი და არა პირიქით იყო მე რომ გადმოვიდი საუბარი შეხდა აქ ბატონ ვანოსთან მერაბიშვილთან ჩოვლებრივი ლაპარაკზე ესე მითხრა რა აი ძიმაო რო ავიღოთ ეხლა რა ფული რო დავხარჯოთ ომზე რა ხო არ ჯობიაო ფული ეს ფული ავიღოთ და შენებლობები გავაკეთო რაღაც ვითარება რეგიონის გავაკეთო და კი ბატონო აი მთელი ჩემი ის იყო რომ აი ამ მიმართ ამ პოლიტიკების მიმართ რაღაცა შეიძლება ხალხმა ნახოს რა იმიტომ რომ იქაც ხალხი არ ჯეროდა იმ განცხადებებს რომელიც დავუშვათ ქოქოთს აკეთებდა იმიტომ აი ომი არავის არ სჭირდებოდა საერთოდ კი ბატონო დაიწყეთ მუშაობა დიახ არ გაგიკვირდეთ ცოტა ჩქარობთან საათს უყურებ დაიწყეთ თქვენ მუშაობა და რამდენად ხშირად ხვდებოდით ვანო მერაბიშვილს ან მიხეილ სააკაშვილს ნუ ესე რომ ავიღოთ ფლიანად ხშირად პრეზიდენტს არ ხვდებოდი მაქსიმუმ 5 აი 7 ჯერ ვარ შეხვედრილი რა ჯამში საერთოდ რო ავიღოთ მაგრამ უშუალოდ ჩვენ უკვე ფუნქციონირება რო დავიწყეთ უკვე მუშაობა ქურთაში რო დავიწყეთ უკვე იყო გამაგრებული ვიყავით იმით რომ ყოველ სამინისტროიდან მინისტრის მოადგილეს დონეზე ჩვენი პროგრამები ჩვენი ფიქრები რომელიც ჩვენ გვინდოდა იქ ვახორციელოთ რა უკვე უშუალოდ სამინისტროებთან ქონდა შეხვედრა აი დაუშვათ სპორტულ მიმართულებით კურირებას გიწევდათ ვინ კურატორივით ყავდათ კურატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო მოადგილის რანგში თუ მინისტრის ვინ იყო ეს მოადგილე ამირან მესხელი ბატონო დიმიტრი რაიმე მომენტი იყო 2008 წლამდე როცა თქვენ ეჭვი შეგეპარათ რამდენად პერსპექტიულია ეს სამშვიდობო განწყობა და შვიდობაზე იმედის დამყარება საფუძველი ქონდა არ ქონდა ეჭმა ხო არ გაკრათ გულს როდისმე ეჭმა ყოველ იმაზე დღეში ქონდა ეს ეჭვი просто ჩვენ ვცდილობდით რომ რაღაცა ცუდ მიმართულებით არ წავიდეს ეს ყველაფერი რატო გიჩნდებოდათ ეს იმიტომ რომ ძალიან დაძაბული იყო სიტუაცია ჩვენ ახლა რო გითხრა რომ ჩვენსგან იყო ეს ყველაფერი დამოკიდებული ამაზე რომ ჩვენ ასე რო გავაკეთოთ და ესენი შეჩერდებიან და სხვანაირად დაიწყებენ ისა რომ ეს გამორიცხული იყო იმიტომ რომ მე პირველად რო დავიწყე პირველი ჩემი მოთხოვნა იყო რომ თავრობას რომ სანამ რუსეთთან არ დაალაგებთ ეს სიტუაცია შეიძლება არაფერი არ გამოვა მეთქი ეს ნუ დღესაც მე ესე ფიქრობ და მაშინაც ესე ფიქრობდი რომ დაძაბულობას ვინ იწვევდა ისინი რუსები ჩვენ ხარე მაგრამ აქედანაც პასუხი იყო უკვე რა და მე ვერ ვიღებდი ამას იმიტომ რომ ეს ისიც ჩვენი ხალხი აქაც ჩვენი ხალხია და ხალხი იზიანდებოდა მაგ და ესე იგი აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში რომ იქიდან მოდის აგრესია დიახ აგრესიას შესაძლოა სხვადასხვა ფორმა ქონოდა სხვადასხვა დროს და აქედან არის საკადრისი პასუხი ასე დავარქმევ და ასე არის ხო ესე იყო არა ხო
და თქვენ ამ დროს ამ შუაში ხართ და არც ერთს ეთანხმებით და არც მეორეს, ასე იყო? როცა კონფლიქტის სიტუაციები ახლა ყოველ დღე შეიძლება არ იყო, მაგრამ რაღაცა პერიოდში კვირაში ერთხელ მაინც ძალიან რაღაცა კონფლიქტი იქნებოდა. სროლები, კვლელობები, აფეთქებები, განცხადებები და სხვა რაღაც სხვადასხვა ისა რა. და ეუბნებოდით ვინმეს, რომ რატო აკეთებ ამას? ვის ეუბნებოდით? იგივე ამირანს მეც ხელს ვეუბნებოდით, თქვენ მაინც ნოესრულეთ ერთი დღე მეთქი რა. ნუ ეხლა ეს ჩემი სიტყვებია ეხლა. იყო ესეთი შეთანხმება კარგით შეჩერებული იქნებთ. ეხლა დაუშვათ სროლა დაიწყო იქიდან და აქედანაც პასუხი იყო, ხო? ვეხვეწებოდით, ხო, ეს მეთქი კამერები მაინც დავაყენოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ აი ესენი სროლა და ჩვენ შეჩერებულები ვართ მეთქი. რის იმედი გქონდათ, რომ ისინი თუ ისვრიან და ჩვენები არ ისროდნენ თბილისიდან, რის იმედი გქონდათ, რომ რა იქნება? იმედი? რატომ, ბოდიში, ცუდად გამოვხატე აზრი მაპატიეთ. ისინი მოდიან დაძაბულობაზე, თქვენს ნათქვამს მივყვები და თქვენი განწყობა იყო აქედან, რომ ჩვენ მაინც ნუ ვუპასუხებთ, ხო? ეს იყო ესე არ გამოვიდოდა, მაგრამ რაღაცა ის პერიოდში ხო არის დაუშვათ დღეს დაიწყო ვიღაცა იქიდან დაიწყეს სროლა და აქედანაც უპასუხეს, ხო, ვიცით ეს კადრები არა, რა თქმა უნდა. კი ბატონო, თქვენი მიდგომა რა იყო? რატომ არ გინდოდათ რომ გვეპასუხა? იმიტომ არ მინდოდა რომ როცა უკვე ტყვია მოდის რა, ეს ხალხი რომელიც შენ მიბრძოლებ, ხო, და ვინც არის, ხო? იმასთვის მნიშვნელობა არ არის. თავარი იცის რომ აქეთა მხრიდან ტყვია მოდის აქეთკენ და ჩვენ ბრძოლობდით ხალხის ნებაზე რა, ბრძოლობდით იმაზე რომ ხალხმა დაგიჯეროს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამაგეთო და ანუ ნდობას ანგრევდა ეს და ამაზე ნერვიულობდით, ამას ამბობთ? გასაგებია. როდის იცოდით თქვენ უკვე რომ საქართველოში აგვისტოში ან ნუ ახლოეს მომავალში იქნებოდა ომი. როდის იცოდით? მასე ვერ ვეთქვი, იმიტომ რომ ყოველ დღე რაც საბოლოო პერიოდში უკვე რა, ბოლო აი აგვისტოს ივლისიდან დაწყებული უკვე რა, უკვე რაღაცა ის იყო რომ ვერ გაჩერდება ეს ყველაფერი, ეს დაძაბულობა განვითარდება და განვითარდება. მაგრამ მაინც ადამიანს აქვს ეს ბოლოისა რა იმედი რა, ბოლო იმედი იქნება და აი განცხადებები რო გააკეთეს უკვე ბოლო აი პაპოვიც რო იყო იქ მიშა სააკაშვილის განცხადებები საბოლოო მაინც იმედი მქონდა რომ აი ეს არ იქნება, მაგრამ სამწუხაროდ გამე ეს მოხდა რაც. მაგრამ ივლისში 2008 წლის უკვე ივლისში უკვე მართლა უკვე ძალიან ცუდად მიდიოდა საქმე, როცა ხედავთ რომ ელჩები, ევროკავშირის ელჩები მიდიან და ცდილობენ აქ კონფერენციების შეხვედრები იყო ესეთი რომ აფრთხილებდნენ რომ აი კითხულობდნენ რატო რა ხდება როგორ აი თვითონ უკვე არავინ არ იცოდა რა ხდებოდა იქ. ძალიან ცუდად ეხლა აქედან უკვე რამდენი წელი გავიდა და ისა რა ქვია, მაგრამ ბოლო თვე უკვე ბოლო თვე. უკვე როცა თქვენთვის ნათელი გახდა რომ კონფლიქტი შეიძლება ვერ აიცილოს საქართველოს თავიდან. ამ პერიოდში, ივლისი-აგვისტოს პერიოდში თუ გქონდათ უმაღლეს მთავარსარდალთან, პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა? გქონდა მე უკვე 1 აგვისტოდან უკვე რო დაიწყეს უკვე გზები დაკეტილები იყვნენ, უკვე შესვლა ვერ შევეძლე იქეთ და ის რა ქვია, მივდიოდი 4-ში მინდოდა შესვლა ქურთაში და არ გამიშეს. მე დილით 5-ში მინდოდა უკვე უკან დამაბრუნეს ჩვენებმა უკვე არ ვერ შეხვალო იქაო რა, ძალიან დაძაბულია სიტუაცია და ჩვენ ვერ აღარ კონტროლებთ იმ გზასო. ჩამოვედი და დამიბარეს შვიდში 5 საათი. რა გზაზე არის საუბარი და როგორ კონტროლდებოდა მანამდე ეს რო აგვიხსნათ და საზოგადოებას აუხსნათ? ტირზნისი ერები ისა რა ქვია, ქურთა. შემოვლითი გზაც რო იყო ეს. რომელიც იყო თქვენი მთავარი ადგილი და სადაც უნდა შევიდოთ. იქ აღარ შეგიშვეს 4-ში. დიახ, 4-შიც კი არა, 5 საღამოთ და 6-ში. ვინ გითხრათ არ ჩვენი პოლიციის გუშა კი ტირზნისში და ჩვენებმა და არ შემოშეს. და 7-ში დაგიბარეს. 7-ში 5 საათზე დამიბარა. ვინ? პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა. მაშინ უკვე აი პოპოვის კონფლიქტი იყო და ჩურჩიევთან შეხვედრა ვერ მოახდინეს იქარა და ესე მითხრა რომ დღესო აი ხლა ჯობიაო ეხლა მეც განცხადებას ვაკეთებო რა რომ დავამშვიდოთო სიტუაციაო იქნება და თქვენს გააკეთოთო
მიმართვა იმ ოსეთის მიმართ თუ რამე დღეს კიდე დარღვევა მოხდებაო ეგრე უნდა შევიდეთ უკვე რა მაშინ ეს გითხრათ სააკაშვილმა 5 საათზე 7 აგვისტოს რომ ცდილობ დაწყნარებასო იქნებ თქვენც დამეხმაროთო და თუ არ გაჩერდებიან შევალ ცხინვალშიო თქვენ რა უპასუხეთ ნუ ეხლა მეთქი ამას აქ ზუსტად ამას ელოდებიან რუსები მეთქი რა რომელიც ამზადებდნენ თავისი გეგმით საქართველოს ჯარი რო შევა რა უნდა გააკეთონ იქაურებმა და მე რა პროსტო რუსები ამას ცდილობდნენ რომ ეს უთხარით მიშას რომ ზუსტად ამას ელოდებიან რუსები ზუსტად ესე უთხარი რა გიპასუხათ ყველაფერი შეთანხმებულია უკვე არ მიგეშინიაო რა ყველაფერი შეთანხმებულიაო ხო ვისთან არისო შეთანხმებული აი ახლა ამიცი და ვერ ვიკითხე რა მაგას თქვენ რა განწყო რა შტაბეჭდილება გაგიჩნდათ ვისთან შეთანხმებას გულისხმობთ ნუ ახლა შტაბეჭდილება როგორ ახლა შეიძლება თამხარით შეიძლება შინაგანაც თავრობაში მიიღეს ესეთი შეთანხმება მე მაგას ვერ გეტყვით ახლა ჩემი ის მაგრამ თქვენ რო უთხარით რომ ზუსტად ამას სწორედ ამას ელოდებიან რუსები რომ შენ ცხინვალში შეხვიდეო ეს ვიცოდი რომ პროსტო რუსები რომ ამზადებდნენ იმას ოსებს რა იქ შერაღებული იმას ძალოსებს ეს ვიცოდი რომ სად როცა ვითომ დაუშვათ რუსები ესე იცავდნენ ქართული ჯარის კაცები და ტანკები აქედან რომ შემოვლენ თქვენ აი ეს უნდა დაუკვოთ ეს ადგილზე უნდა იყოთ ამ ადგილზე უნდა იყოთ და მე უნდა დაუშვათ ერთი დღე გვინდათო თქვენო რა რო პროსტო ვიბრძოლოთო და მანამდე ჩვენც ჩამოვალთო რა დიახ და ეს უთხარით რომ სწორედ ამას ელოდებიან რუსები რომ შენ ცხინვალში შეხვიდეო და გიპასუხათ მაგ მომენტში ეს უთხარი ზუსტად და გიპასუხათ ყველაფერი შეთანხმებულიაო ნერვიულობ და ყველაფერი შეთანხმებულიაო კიდე ვინ ეუბნებოდა ალბათ ხალხი რა ვიცი ახლა არის მის ჩარტი ხო და თქვენ თქვით მე არა მარტო მე ვეუბნებოდიო და ნუ ალბათ არ უჩებდა მაგას ნუ ალბათ უშიშროებას ეუბნებოდა ალბათ ვიღაცა კიდე ეუბნებოდა თავრობაში ხო არსებობდა ახლა ყველა ის იმაზე ხო არ იქნებოდეთ რა იქნენ ეს დაუშვათ რომ უნდა შევიდეთ და ვიმოვოთ ხო ალბათ იყო ეს კიდე შემდეგ რაკენით ეს მის კაბინეტში მოხდა ეს საუბარი ხო მე წამოვედი სახლში და 10 საათზე კანცელარიაში ვარ ასული იქ კახა იყო ლომაია გამოვიდა იქიდან და იქ ელოდებოდნენ ჟურნალისტები რა და სადაც მე ჩაწერა გავაკეთე და წამოვედი იქის მერე სახლში სახში რომ მივედი უკვე რომ გავიგე უკვე პირველი საათი იყო თუ 12 საათი იყო ესე დაახლოებით როგორ უკვე პირველი ისინი რომ ტელევიზიიდან რომ დაიწყო ფართომასშტაბური ისინი ომი იქიდან იქ კულახმეტოვის განცხადება მოусმინე გენერალ კულაშვილის განცხადება მოусმინე მე დილით 6 საათზე უკვე წავედი მეც სანამ დაცვა მყავდა მაშინ და სანამ დაცვა მოვიდა და ისინი და ჩავედი გორში ბოდიში რა განცხადებები მოისმინეთ თქვენ განცხადებები რომ ომი დაიწყო და წახვედით გორში მეორე დილით მეორე დღით ხო და ნუ გორში ახლა არსად არ ვიყავი ესე ჩართული რომ დაუშვათ რაღაცა ის ველოდებოდით იქ ერთ-ერთ შენობაში ნუ იქედანაც უკვე იყო ზარები ცხივალიდან ნუ ხალხი ითხოვდა რომ ცოტა რომ შეაჩეროთ არ შეიძლება რომ პროსტო რომ წავიდეთო რა დავანებოთ თავი და მივედით მე ვანოსთან და თხოვე რა იქნება და რაღაცა დროში შევაჩეროთ სროლა რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება რომ დატოვოს ადგილები და წავიდეს რა და ძალიან კაი იდეა უბრალოდ განცხადება ესე უთხარი რომ აქეთ წამოვიდესო ერგინეთი გზა იქნება გახსნილიო და через ერგინეთი გადმოვიდესო ხალხი აქეთო ზუსტად ასეთი განცხადება მაგ გაკეთებული მაგ დროს და სადღაც 3-დან 6-მდე მაგ დროს ნამდვილად იყო სროლა შეჩერებული სად ნახეთ ანუ მე ნაწილი გადმოვიდა მაგრამ ძირითადად ეხლა იქაც რო გითხრა რომ ჩემი განცხადება ყველა ცხინვალში გაიგო იმიტომ რომ აქ დენი იყო არწყალი იყო ყველა იმაში პადვალებში იყვნენ და მაგრამ ის შეიძლება რაღაც სროლა რო შეჩერებული იყო ყველა ცდილობდა რომ წასვლა უკვე აი ამის გამო რომ არავინ არ სროლებს და შეიძლება წავიდეს და ბევრმა წავიდა
იქით რუსეთისკენ. სად ნახეთ ბატონი ივანო მერაბიშვილი გორში, რა ადგილას ნახეთ? სადღაც შტაბი იყო, ეხლა არ მახსოვს, ეხლა ერთადერთი სამხედრო ნაწილი შტაბი იყო რა. ვინ მარტო იყო, ვისთან ერთად იყო რა, შეხვედრა? ორივე მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იყო და მაგ გარშემო იყო ოფიცრები, გენერლები, ხალხი, დაჟე აქედან ჩამოსული თბილისიდან. მერაბიშვილი და კეზერაშვილი. დიახ. კეზერაშვილმა რა თქვა, არ მაქო ევაკუაციის გეგმა. კავშირიც არ მქონდა, პროსტო იქ ვნახე კაცი, რომელიც არაადეკვატური იყო მე როგორც ხედავ. არაადეკვატური იყო, რას ნიშნავს? ჩემი აზრი ესეა და რა. დიახ, რას გულისხმობ? რაღაცა გადაწყვეტილების მიღებაზე ძალიან ნერვიულობდნენ რა, რაღაცა ეხლა იქ მაგ დროს მგონი ერთადერთი ბრიგადა უკან წამოვიდა ცხივალიდან, იმიტომ რომ ვერ შეიცვალეს დროულად რა, რომ ერთი ხო საღამოთი რო შევიდა, მეორე დღეს უნდა ცოტა დაისვენოს ხალხი. და რაღაცა იქემ სიტუაცია ნახე რომ არ იყო ესეთი როგორ გითხრა. მხარდაჭერებული არა, აი პროსტო აი 7 არ იყო თავდაცვის მინისტრი? მართვაში მგონი ხო, ესე პრობლემები რა იყო, იცი? იმიტომ რომ როგორ ქართულად როგორ გითხრა, ტრეზვა რა, რომ პროსტო აი მიიღო. ფხიზლად არის, ფხიზელი და გააზრებული გადაწყვეტილებები არ იყო? ო, ესე. და არაადეკვატური რას ნიშნავს? აგრესიული იყო თუ? გადაწყვეტილების მიღების ის ჩანდა რომ უჭირს, აი რა ვიცი, სწორად როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება ეს ეხლა. არ იცოდა თავდაცვის მინისტრმა. ჩემი აზრი იყო, ეხლა შეიძლება იცის, მაგრამ ესე ჩანდა ჩემთვის. კი ბატონო. და თქვენ უთხარით რომ ხალხს ვაცალოთ გამოვიდეს, იმიტომ რომ ნერვიულობდით მშვიდობიან მოსახლეობაზე ალბათ და ითხოვეთ რომ მიეცით დერეფანი რომ გამოვიდეს ხალხი და ამაზე დაგეთანხმეთ შინაგან საქმეთა არა მარტო დერეფანი, პროსტო სრულად მეთქი შეაჩერეთ და ხალხი თვითონ მიხედავს. ეხლა დერეფანის გაკეთება იქ ძალიან ის 3 საათში არ გააკეთებთ ამას, გამორიცხულია რა. მით უმეტეს ეხლა ბევრი ყველას რო უთხრა წამოდი აქეთ, მაინც არ დაიჯერებდნენ რა, იმიტომ რომ იქით მიდიოდნენ და მირბოდნენ იქით და ნაწილი ქართველებიც ვინც იქ ცხოვრობდა შეიძლება აქეთაც ბევრი წამოვიდა, იმიტომ რომ ჩვენ ჯართან ერთად ბევრი ხალხი წამოვიდა მერე. იმით წუნარიდან აი იყვნენ კიდე აქ მერე ჩვენ მაგათ იმ ხალხს შეხვდით, ბევრი დაჟე მერე ის ჩვენს ყაზბეგი გაუშვით რა მესამე დღეს, ომის მესამე დღეს. კი ბატონო. ბატონი ირაკლი. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, პირდაპირ კითხვას დაგისვამთ. თქვენ როგორც მოგეხსენებათ პარალელურად იმ პროცესებისა, რასაც თქვენ აღწერთ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანუ წინა საომარი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობდა ეგრეთ წოდებული სამხრივი კომისია, ალბათ მოგეხსენებათ, ხო? სამხრივი, SKK-ს რო ეძახდნენ. კი, მონაწილეც ვიყავი, რამოდენიმე თემური იაკობაშვილი იყო საქართველოს მხრიდან ამ კომისიის ხელმძღვანელი და როგორც ეხლა შეიძლება საზოგადოებას არ ახსოვს, მაგრამ ამ კომისიის მუშაობა იქნა ჩაშლილი და საკმაოდ პროვოკაციული განცხადება იყო სამწუხაროდ ქართული მხრიდანაც გაკეთებული. აი ამასთან დაკავშირებით თქვენ ამ ვითარებას როგორ აფასებთ? ამ კომისიის მუშაობის ჩაშლაც ხო არ იყო აი ამ სამხედრო ესკალაციისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი? რა თქმა უნდა, ახლა რო ავიღოთ იმას არქივები რა, ყველა ჩემი განცხადებები, რაც ხდებოდა და ვითარებოდა სამხრეთ ოსეთში ან რეგიონში პირდაპირ ჩემი მიმართვა იყო იმას სამშვიდობო ძალების სტრუქტურებს, რომ მიიღოს ზომები, მიიღოს გადაწყვეტილება და რაც მაგას ევალება დებულებით, ეს დებულება შეასრულოს თავიდან ბოლომდე. იგივე კულახმეტოვის მიმართ იყო ეს მიმართვები, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ აი იმ კონტროლებად, იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს კონფლიქტი იყო, ყველაფერი თავიდან ბოლომდე იყო მაგის კონტროლებადი ქვეშ და მაგის პასუხისმგებლობა. თავიდან ბოლომდე. ეს წერია დებულებაში და იმასე. ეხლა მაგ სიტუაციაში ჩვენ ვიცით, რომ სამხრივი კომისია რო SKK რო მუშაობდა და შეხვედრაზე რო მოდიოდნენ, ჩვენ ექვედან გესმოდა რა ცხივალიდან რომ მოდის დაუშვათ მაროზოვი ან ვიღაცა და ეუბნება რომ მივდივართ შეხვედრაზე, მაგრამ იცოდეთ რომ არასდროს სამხრეთ ოსეთი არ იქნება საქართველოს ფარგლებში. ეხლა უკვე თვითონ იმ
სამხედრო კომისიის მუშაობის პროცესში უკვე დარღვევა თვითონ თუ მოდიხარ და ხელი გაქვს მოწერილი ამაზე რომ ხო უნდა მიხვიდე და იქ მაგრამ შენ უკვე წინასწარ მოდიხარ ამაზე განცხადება აგეთებ რომ არ ღვევ წინასწარ ამ დებულებაში რაც წერია ეხლა აქედან დარღვევები და სპეციალური დაშლა ამ კომისიის ვერ დავინახე მე მართლა რო გითხრა შეიძლება ბოლო ეტაპზე როცა იაკობაშვილი შევიდა ცხივალში და ვერ გააკეთა ის რაც მაგას შესაძლებლობა ჰქონდა მე ვფიქრობ რომ არის ესეთი შეცდომები ჩვენ ბოლომდე უნდა დავიჭერებდეთ იმას რომ აი ეს იურიდიული დოკუმენტი ფორმატი რომელიც ჩვენ არსებობდა ეს დავიჭიროთ თავიდან ბოლომდე მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ისიც გაუშვით ხელიდან ბატონო დიმიტრი ბატონი აუდადასვამს ცოტა ხანში კითხვას ერთი პატარა კითხვა მაქვს მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ასეთი კაცი ირაკლი ოქრუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილი იცნობდით მას ნუ ესე ტელევიზორ და რისო მაგრამ პირადად შეხვედა რას დროს ამქონდა მან ერთხელ თქვა რომ 2007 წლის ახალ წელსო შევხვდებით ცხინვალშიო დიახ თქვენ ამ დროს უკვე თბილისში ხართ ხომ? არა. იქ ის განცხადება რომ გააკეთა მე ჯერ ცხინვალში ვიყავ. ჯერ ცხინვალში იყავით მით უფრო მაშინ რელევანტურია ჩემი კითხვა. როგორ იქნა იქ აღქმული? ძალიან ცუდად რა თქმა უნდა. რეაქცია რა იყო? ნუ ძალიან დიდი ზიზღი იყო ხალხის იმაზე ოქრაშვილის მიმართ რა იმ ამ განცხადების მაგივრად რა და მაქამდეც 2004 წლის ღონისძიებები რაც იყო ორი თვის ომი ძალიან ცუდი რეაქცია იყო ხალხის ამ მიმართ და მე არ ვიცი რომელიმე ადამიანი რომელიც დღეს პატივს ემამ ცხინვალში ირაკლის ამის გამო და ბევრი სხვა რამის გამო ბატონი ალბათ ძალიან ცუდი განცხადება იყო იმიტომ რომ გავაგრძელებ ბატონ დიას კითხვას თქვენ როცა ეს განცხადება გააკეთა ოქრუაშვილმა ხართ ცხინვალში ჯერ კიდევ ხო ესეა და ეს განცხადება აქვს გაკეთებული მიმღებლობა და ამ განცხადების შემდეგ რეაქცია იყო ისეთი რაც თქვენ ბრძანეთ თქვენ როდესაც ჩამოვბრძანდით აქ და გქონდათ მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრა აი არ უთხარით რომ დიახ ჩვენ თუ სამშვიდობო სიტუაციაზე ვლაპარაკობთ ეს არის უალტერნატივო ნათქვამი მაქვს დიახ ხო და აი ასეთი განცხადებები ახლა ეს კაცი რო ლაპარაკობს ან ვიღაც სხვა რო აი რაღაც სადაც იქ შევარდებით გამოვარდებით აი ამაზე რა რეაქცია ჰქონდათ ვისთან ჰქონდათ საუბარი და იმისგან რა პასუხი იყო ამაზე არა მე რო გადმოვედი უკვე რა მგონი ერთ კვირაში თუ ორ კვირაში ირაკლის ურთიერთობა მთავრობასთან მგონი ეს იყო უკვე არა ეს გავიგე მაგრამ ნახე მნიშვნელობა არა აქვს ის კი არ არის რომ უკვე თანამდებობის პირია და ისაკეთებს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ფიგურა იყო და იმათთვის სადაც თქვენ იყავით მანამდე ცხინვალში რა მნიშვნელობა აქვს ახლა ხო ყოფილია მაღალი თანამდებობის პირია ყოველ შემთხვევაში ცნობადი პირი არის ხო ბოლო თავდაც ყოფილი მინისტრი იყო ხო ამ დროს თქვენ რო ჩამოვბრძანდით უკვე აქეთ და არ უთხარით რომ განხილვები რო იყო რომ ეს დალაგება ასე ვთქვათ და ურთიერთგაგება უნდა იყოს ნაბიჯ და აი ესეთ განცხადებები და რა პასუხი იყო აი რა შეფასება მოყვა გითხრეს რომ ეს ყველაფერი ზღაპარია არავინ ამას არ აპირებს ასე შემდეგ თუ როგორ იყო დარწმუნებული ვარ გექნებოდა საუბარი კი მქონდა და არა ეხლა პროსტო ზეპირად ეხლა რომ სწორი როგორც მოხდა და როგორ იყო ესე არ მახსოვს რა ნახეთ რატო გეუბნები მანამდე სანამ ის ოქრაშვილმა გააკეთა ეს განცხადება ჩვენი მთავარი რა იყო ცით რომ აქ ამავე დროს პრეზიდენტმა სხვა განცხადებებს აკეთებდა იმ რეგიონის მიმართ და ამავე დროს მე პირადად უკვე თავდაცვის მინისტრი აკეთებს ესეთი განცხადება რომ 2007 წელს რა თქმა უნდა გადავეცი რა თქმა უნდა ძალიან ისა რა ქვია უარყოფითი ის იყო პოზიცია ყველა ხალხსა იქაც და ჩემიცაც და მე უთხარ მადლობა გავიგე და ეგეთ კითხვა მაქვს თქვენ მანქანას გაუხსნეს იქ ცეცხლი თქვენ თუ თქვენი დაცვის თანამშრომელი დაიჭრა ხო თუ არ დაიცვალა ორი დიახ რა დროს დაჭრილები 1-7 იყვნენ მაგრამ 2 მძიმე 2 იყო მძიმედ ესკორტით მოძრაობდით ხო და თქვენ ესკორტს გაუხსნეს იქიდან ცეცხლი არა სრულ არ იყო აფეთქება მოხდა აფეთქება მოხდა ო პირდაპირ ჩემ მანქანის ქვეშ აფეთქეს რაცა ის მოძრაობდით ესეთი გზაკეცი ესე იყო რა სად რა ადგილზე იყო ეგ
სერპანტინი, ოღონდ ჩვენი ერედვის თავზე იყო ჩვენი სამხედრო გუშაკი, ესა პოლიციის გუშაკი და იმ პოლიციის გუშაკამდე იყო ზუსტად 150 მეტრა ზემოთ. ვადიხარ და მე უნდა უხვევ მარცხნივ, ესეთი სერპანტინი იყო და ჩვენ სერპანტინიდან რომ ჩამოვედი, ახლა ამას საზოგადოება ვერ გაიგებს მარცხნივ და რო აუხვევ, რო ჩაუხვევ, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ რა. თქვენ რა გზითაც ჩვეულებრივად მოძრაობდით? დიახ. თქვენი მარშრუტი რაც იყო და არაერთხელ გადაადგილდებოდით, ამ მარშრუტზე მოძრაობდით და მოხდა აფეთქება. რა თქმა უნდა. ძიმე დაიჭრა თქვენი დასვის ორი თამაში. ჩემს უკან მანქანაში ვინ იჯდა ისე? რა ეს რა პერიოდში ხდება? როდის არის თარიღი გახსოვთ? 2 ივლისი თუ 1 ივლისი არ მახსოვს ზუსტად. ან 2 ან 1 ივლისი. თქვენი რეაქცია რა იყო ამაზე? რო ჩამოხედით აქ თუ იქიდან დაუკავშირდით და იმას და აქ არც ჭიში მქონდა არც არაფერი, პროსტო ნეგატიური ის. არა, ეს გავიგებ, მაგრამ ნახეთ, ამ კითხვას აქვს საფუძველი. თქვენ აქ ხო ქონდათ კონტაქტი? ესეთი ფაქტი მოხდა და რა უთხარით, რომ ჩვენ ისევ ამ გზით მივდივართ, არაფერი არ იცვლება ჩვენს გზაზე, არანაირი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ნახეთ, აი ამ თქვენი ფაქტი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მაშინდელ კომისიაზე იქნა გამოკითხული, ბრძანებს ასეთ რამეს, რომ ჩვენი მოქმედების, ჩვენი ქმედების ერთ-ერთი ინსპირაცია იყო სწორედაც თქვენს მიმართ განხორციელებული ფაქტი. და ნახეთ, ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენი რეაქცია, ის კი არა რომ გეშინიათ, პირადი ემოციაზე არ გეუბნებით. აქ ჩამოხედით გეუბნებით, რომ ასეთი რამე აღარ შეიძლება, აგერ მემკლავდნენ დასვით თანამშრომელი ხდება თუ რას ეუბნებით, რომ ეს ხო ვიცით, რომ ასე იქნება, პროვოკაციები იქნება და ჩვენ ისევ ჯიუტად ასე ვთქვათ, იმ გზას მივყვებით, რაც შევთანხმდით და რაც სამშვიდობო გზა არის. ეს რო აგვიხსნათ კარგად. ხო, მაგრამ მე რო გითხრა, ეხლა პირველად მესმის აი ეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ ვაკეთებთ, რომ აქედან ვიღაცა ერთადერთი თანამდებობ პირმა ესე იძახოდა რა, როგორც დაუშვათ. ეხლა მე ეჭვი არ მქონდა ესეთ რაღაცა, რომ ქართველმა ხარმა შეგიმიშლია ესეთ რაღაცა გამიკეთოს რა. მაგიტომ მე ჩაოლებრივად ეხლა კი ორჯერ კი ვკითხე, ჩემს საქმეზე რა ხდება, როგორ არის, ვინმე დაიჭერა. ვერ გაიგეთ, თქვენ ვერ გაიგეთ რა გიცავთ. ნახეთ, თქვენ ითვლებით, რომ ერთ-ერთი სერიოზული პოზიცია გიკავიათ და თქვენს მიმართ განხორციელდა ტერორისტული აქტია ეს. ხო ესეა? ხო და ნახეთ, ამას გეკითხებით, რომ ეს ტერორისტული აქტი ხო განახორციელეს თქვენს მიმართ იქიდან ხო მასეა? ხო და აქ რო ეუბნებით ამას, რომ აი მე მიწყობენ, ხალხს უწყობენ, ეს იყო თქვენი პოზიცია, რომ რაღაცა ვიღონოთ თუ ისევ ეუბნებით აქ, რომ ამაზე არაფერი რეაქცია არ ქონდეს ჩვენ და არაფერი მეგობრებო განსაკუთრებული არ ხდება, აქეთ ხარეს ეუბნებით, აქეთ ხარეს და ჩვენ ისევ ჯიუტად სამშვიდობო გეზით უნდა წავიდეთ. ნახეთ, იმიტომ გეკითხებით, რომ ყურადღებით მომისმინეთ, რომ აი ესეთი ტერორისტული აქტები ხდებოდაო და ერთ-ერთი განმაპირობებული იყო ისო, რომ ამ ტერორისტულ აქტებზე და ამ თავდასხმებზე ჩვენ უნდა გვეპასუხაო. ერთ-ერთი პირი ბრძანებს ამას. მიხვდით ხო? ეხლა მიხვდი კი. მადლობა. ნუ რო გითხრა, რომ ჩემი აზრი შეიცვალა ამ სიტუაციაში, არა, იმიტომ რომ მე დღესაც მაგას ვამბობ რა, რა მნიშვნელობა ესეთი რაღაც თუ ბრძოლაში შედიხარ, უნდა მიიღო ესეთ რაღაცა, რომ შეიძლება მოხდეს ეს და ეს შეკითხვები, ბატონი სოზარი. უბრალოდ განმარტავდი, ერთი წამით უნდა დავუძებნო ეს ინფორმაცია, რომ ზუსტად წავიკითხო რა ერქვა. ესე იგი, თქვენ ბრძანეთ, რომ ხო იქ სამხრეთ ოსეთი არ იყო ნახსენები, მაგრამ სინამდვილეში ამას დაერქვა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც მოიცავდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გააუქმა ზვიად გამსახურდიას დროინდელმა პარლამენტმა. თავი დავანებოთ იმასაც, რამდენად გამართლებული ნაბიჯი იყო თუ არ იყო გამართლებული. ფაქტი არის, მომხდარი არის გაუქმებული ოლქი და არა მხოლოდ გაუქმებული, არამედ თვითონ რაიონების, დღეს რასაც მუნიციპალიტეტებს უწოდებთ, ტერიტორიებიც არის შეცვლილი. ნუ ახალგორი რჩება ახალგორა და ყოფილი ლენინგური ახალგორის რაიონი შედის მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციულ სამხარეო ადმინისტრაციაში. იქ არის გარკვეული ტერიტორიები, თქვათ ნაორის რაიონის, ჯავის რაიონის, ხინვალის რაიონის შეუერთდა სხვადასხვა რაიონებს. ზოგი კასპს, ზოგი თქვათ გორს, ზოგი ქარელს, ხაშურს. კიდევ ერთხელ, რამდენად სწორი იყო, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ფაქტზე უბრალოდ მაინტერესებს.
როდესაც შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული, ეს ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში მოხდა, ხო? თქვათ ის ტერიტორიები, რომლებიც შეერთებული იყო გორზე, ხაშურზე, გამოეყო და შევიდა იმ ადმინისტრაციის შემადგენლობაში. ახალგორი გამოვიდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან და შევიდა თქვენ რას რომ ხელმძღვანელობდით იმ ადმინისტრაციაში, ხო ეგრეა? შეიძლება? ჩვენ ადმინისტრაცია არ იყო ჯერჯერობით ეს სტრუქტურა, რომელიც დაუშვათ ექვემდებარებოდა იმ გამგეობლებს, რომელიც იქ იყვნენ უკვე რა. გამგეობა როგორც იყო ესე მიმართული იყო მაგას გორის რაიონს, მცხეთა-მთიანეთის რაიონს, ეს ახალგორის გამგეობა მე არ მეკუთვნებოდა. მე გამგეობასთან მქონდა სწორად პროსტო. თქვენ არ გექვემდებარებოდათ, მაგრამ ტერიტორიულად ვთქვათ, მაშინ შევიდა სწორედ ეს ცვლილება, რომ იგივე ახალგორი გამოეყო მცხეთა-მთიანეთს. ეს მომავალისთვის შეიძლება ჩასაფიქრებული იყო, მაგრამ ამ სიტუაციაში მე დაუშვათ. ეგრე იყო მომხდარი ნამდვილად. არა, ნახეთ, შეიძლება მე პროსტო ეხლა მე როგორც ვახსოვ. არა, ეხლა იურიდიულად კანონში რა წერია, პროსტო ისა რა შექმნეს დროებითი ტერიტორიული ერთეული, ხო ასია? იმ საზღვრებში ტერიტორია იყო და იმ დროებითი კომისია მაგიტომ იყო, რომ იურიდიულად ყველაფერი, ჩემი აზრია, ეხლა ალბათ რა ვიცი, იურისტები უფრო კარგად გეტყვიან მაგას. ჩემი აზრი ეს იყო, აზრი ეს არის, რომ იურიდიულად ესენი როგორც გამგეობები მე არ მეხება, პროსტო მაგასთან მქონდა ურთიერთობა საერთოდ, მაგრამ პოლიტიკურად და ბიუჯეტი და ყველაფერი თქვენი მანდატი იმ ტერიტორიას მოიცავდა ამის. მანდატი რასთვის? რომ ხვალისთვის ხვალ დაუშვათ იმ საზღვრებზე, ჩემი აზრით გეუბნები, ეხლა არ ვიცი ეხლა რა. იმ ტერიტორიაზე, რომელიც შექმნილი იყო ერთეული, იმაზე რაღაცა შვიდობიანი არჩევნები ჩავატაროთ ერთმანეთში და მე უკვე გადაწყდეს ის მაგისი ამბავი რა. თორე ეხლა ფორმალური თვალსაზრისით ახალგორის გამგეობა თქვენ რო არ გემორჩილებოდათ. ის როგორ ამეხა სააკაშვილის პერიოდში დიდი ყურადღება არ ექცეოდა იმას კანონით ვინ რას უნდა დამორჩილებოდა. ეხლა თქვენ კურატორი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, აბსოლუტურად გაუგებარი ის არის იერარქია, მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება მეორე მაინტერესებს თქვენ წეგან ახსენეთ იაკობაშვილი, რომელიც იყო ტერიტორიული წარდგენის მინისტრი, მაშინ როგორ ერქვა ზუსტად კი არ მახსოვს ამ იმას. სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო მინისტრი იყო ტერტორიული მართლიანობის აღდგენის მიმართულებით, ხო და კონფლიქტების მოგვარების. რამდენად ხშირად გქონდათ მასთან ურთიერთობა, რამდენად ხშირად ჩამოდიოდა თუ გინახავთ ცხინვალის რეგიონში ჩამოსული? როცა დაინიშნეს ჩემ აქაც ოფისი მქონდა თბილისში და იქ თბილისის ოფისში შეხვდით ჩვენ ძალიან 1-2 საათი საუბრეთ ყველაფერზე. დანარჩენები ეხლა ხშირად იმ მიმართულებით იაკობაშვილთან ერთი შეხვედრა მქონდა იქ ქურთაში. ზოგადად შეხვედრები არ მქონდა. დანარჩენი არ მქონია შეხვედრები. და თვითონ ეს დროებითი ადმინისტრაციის შექმნა ვისი იდეა იყო, ხო არ გახსოვთ? ალბათ თავრობის, ეხლა საიდან მოდიოდა ეს არ ვიცი მე. აი, მადლობთ. ბატონი თენგიზი, თქვენ გნებავდათ თუ მომეჩვენა. ბატონო დიმიტრი, მე მაქვს რამდენიმე კითხვა. თქვენ თქვით თავში, რომ სააკაშვილის ჯამში, თქვენი თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯამში მთლიანად შეხვდით 5-ჯერ 6-ჯერო. დაახლოებით. ერთი ვიცით 7 აგვისტოს საღამოს შეხვდით, ეს ერთი შეხვედრა, სხვა შეხვედრებს ხომ არ გაიხსენებდით? სხვა შეხვედრები იყო, როცა ქურთაში ჩამოვიდა მიშა სააკაშვილი უკვე გაცნობით სახით, რომ ყველა სამინისტრები იყვნენ ჯერ ჩამოსულები და მე საბოლოო ჯამში ჩამოვიდა მიშა სააკაშვილი, იქ შეხვდით, ხალხსაც შეხვდით, ღონისძიებები იყო იქ ჩატარებული, ეს პირველი მე აქეთ უკვე თბილისში შეხვდით 2-ჯერ კანცელარიაში. მე უკვე საზღვარგარეთ წასulis შემდეგ რო ჩამოვიდი, აი რამოდენიმე რა ესე რა. საზღვარგარეთ რა საზღვარგარეთ იყო ისა რა ქვია. ევროკავშირის, ევროპარლამენტის სტომებზე მე მივიღე მონაწილეობა რა, როგორც შეიძლება უთხრა, რომ პიარის სახით იქნება, რომ გაცნობით სახით იყო ჩემი ის ფიგურა იქ. აი მეზე ვიყავი ერთხელ, რომ ჩამოვიდი პრეზიდენტთან ერთად? არა, პრეზიდენტთან ერთად არა. მაშინ დავით ბაქრაძე იყო მგონი
კომიტეტის უფროსი საგარეო საქმეთა კომიტეტის უფროსი პარლამენტში და იმათთან ერთად ვარ წასული. ეხლა რომელი ის არის არ მახსოვს. რაზე ისაუბრეთ ევროპარლამენტში? ეხლა ის რა ქვია ოსურად მქონდა იქ გამოსვლა ევროპარლამენტში, რომ აჩვენოთ, რომ იმ ხალხისთვის, რომელიც ხივალშია, რომ შეიძლება რაღაცა ფორმისავით საქართველოს პარლამენტში რომ იყოს, კონდეს ესეთი უფლებები, რომ დავიცავოთ ქართული ოსური ენა და რაღაცა კულტურა და ყველაფერი ამისი. მე ასე მახსოვს, მაგრამ ვერ დავიჩემებ ნიუსებიდან, სიახლეებიდან, რომ თითქოს თქვენ გიმოგზაურიათ მივლინებებში პრეზიდენტთან ერთად და სად? მივლინებაში პრეზიდენტთან ერთად უცხოეთში ყოფილ ხართ? მივლინებაში ერთი ის იყო, ერთი შეხვედრა იყო ხორვატიაში. ქურთიდან წავედი, ჩაფრიდი ისეთში. კი, ვიყო ეს რაღაცა და მაგიტომ გეუბნები, ერთი მივლინება იქ გავიკეთეს, შეხვედრა მქონდა, იქ რაღაცა რამოდენიმე შეხვედრა მქონდა იმ მიშას. ერთი ორჯერ ვიყავით ამერიკაში იყო კონფერენცია, იმ კონფერენციაზე მეც წამიყვანა. ერთი მივლინებაში ვიყავით ჰოლანდიის, შვედეთის ის რო არის, ფინეთისა და შვედეთის ალანსკი ეს კუნძულები რო არიან. მან თქონდა შეხვედრა, იქაც ვარ ნამყოფი ამ მივლინებაში. მასთან ერთად. ხო, მასთან. ამერიკაში ვიზიტები რას ეხებოდა, რა კონფერენცია იყო? რაღაცა კონფერენცია იყო, ეხლა რომ იქ დაჟე მსახიობები რიჩარდ გირიც იყო რაღაცა საკითხთან დაკავშირებით იქ ჩინეთში ისინი რო არიან დალაი ლამა თუ რაღაცა ისე ვაფშე ტიბეტი ალბათ რიჩარდ გირი ტიბეტზე მუშაობს ნუ იყო ომის შედეგების ის იყო რა შეხვედრები აი რა მოხდა და ამისი ისა რა ქვია თქვენი როლი რა იყო პრეზიდენტის გვერდით რომელიც პრინციპში თქვენ კიდევ უბრუნდები ჩემს ვერ მოვიშლი ამ აზრს, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ჩაგაბარათ პრეზიდენტმა და რეალურად მე ასე წარმომედგინა, რომ თქვენ ყოველდღიურად ხვდებოდით მას. არა, ყოველდღიურად არ ხვდებოდით. ყოველ შემთხვევაში თვეში ერთხელ მაინც და თქვენ ამბობთ, რომ მთელი თქვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მას შეხვდით 5-6 ჯერ და აქედან რასაც გისმენთ, უმრავლესობა შეხვედრების იყო საზღვარგარეთ. ასე გამოდის. ნუ ესე არ გამოდის, მაგრამ ნუ შეიძლება ნახევარი სამჯერ ვიყავით მივლინებებში, როშე. გარეთ, ქვეყნის გარეთ და სამჯერ აქ. ხო, ნუ ასე ალბათ. და ეს საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტთან ერთად მშვიდობა გეშენებინათ და ოსებთან ნდობა დაგემყარებინათ? არ ვიცი ახლა, მაგ დროს სიტუაცია ყოველდღიური სიტუაცია იქ როგორ იყო თქვენც ალბათ იცით რა, იმიტომ რომ ყოველდღე შეხვედრასაც მიზეზი რა იქნება, მაგრამ საკმარისი რა თქმა უნდა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ როცა ჩვენ გვინდა რაღაცა გავაკეთოთ იმათთვის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ეხება, რა თქმა უნდა, ალბათ მეტი ის უნდა რა. მაგრამ ჩვენს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით იმ სიტუაციას, რაც ვითარებოდა იქ ეხლა ის. ბატონო დიმიტრი, თქვენ დაინიშნეთ თუ აგირჩიეს? არა, დანიშნეს იმ არჩევნების შედეგის მერე. არჩევნები ალტერნატიული და მერე დაინიშნეს. მერე დაინიშნეს, დიახ, იმიტომ რომ კი, ბატონო თენგიზ. აი ამ არჩევნებში. დიახ. ახალგორის რაიონის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. დიახ. აი ისა, სოზარ. ახალგორის მოსახლეობა ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა. პასუხი შენ გითხვაზე. ნაი და სამალი არაფერი არ იყო და ხო. დიახ. და ეს არჩევნები რისთვის იყო საჭირო? ნუ თავიდანვე მე ვაფშე წინააღმდეგ ვიყავი არჩევნების იმაზე პროცესებში რა, მეთქი რაში გჭირდებათ, სადაც ჩვენ კონტროლებად ტერიტორია, თუ გინდათ იქ დავინიშნეთ და იქიდან დავიწყოთ მუშაობა მეთქი, მაგრამ ესე ლეგიტიმაცია გჭირდება ალბათ რა, რატომ უნდა დანიშნოს, შენ და რა ვიღაცა სხვას თქო და მაგიტომ. ამ არჩევნებში ცხინვალის მოსახლეობამ ვერ მიიღო მონაწილეობა, ხომ ასეა? ცხინვალის მოსახლეობას საშუალება არ ქონდა რომ მიიღოს, თუმცა დაუშვათ შემოთავაზება იყო. მაგრამ ნუ შიშის გამო იქიდან ვერ გამოვიდა.
ვერ გადმოვიდოდა რომ თავაზება თუ შეთავაზება ჩვენი მხრიდან შემოგთავაზება იყო ჩვენ შევთავაზებთ შეგთავაზებთ დიახ კი ბატონო სოზარ უსამართლო ის იყო ადამიანი ისე კარგად მეტყველებს ქართულად და შეთავაზება შემოთავაზებაზე არ გვიყვება ნეტა კიდე დავაზუსტებ აკაკი შანიძის სახელმძღვანელო ვერ გვედება წინ კი ბატონო თუმცა მე მაინც მაინტერესებს თქვენ ქართული იცოდით აქეთ რო გადმობძანდით ქართული საერთოდ არ ვიცოდი მესმოდა ქართული სიტყვები რა თქმა უნდა ეხლა რაღაცა წინადადებებს შემეძლო ლაპარაკი მაგრამ საერთოდ ბავშვობიდან ესე იყო გაყოფილი ჩვენთან პოლიტიკა აქ ისწავლეთ აქ ვისწავლე ხო პირველი რაც დავიწყე წერა კითხვაზე დავიწყე ისა სწავლა რა და მე მადლობა ამ ძალისხმევისთვის საერთოდ საზოგადოებას რომ მიმიღეს თორე მეც ჩემი სამშობლო და მინდა რომ ჩემ სამშობლოში შვიდობა იყოს ეხლა კი ბატონო ჩვენი რაც საუბრობთ ქართულად ზოგიერთი ქალბატონისგან განსხვავებით ევროპიდან რო ჩამოგძანდა. ხო, ბატონო დიმიტრი, რა გაქვთ სათქმელი აიქ დარჩენილი ცხინვალში დარჩენილი თქვენი ოჯახის წევრები გასაგებია ყავთ ალბათ ნათესაობა დიდი. ჩემი დედა იქ არის, ჩემი და იქ. დედაც იქ არის. რა გაქვთ იქაურებისთვის სათქმელი რომ აი რა დღესაც გჯერათ იმედი მაქვს მშვიდობის და მშვიდობის პოლიტიკის სათქმელი ერთია რა პროსტო ყველა უნდა გაიგოს ერთი რაღაცა ეს ფორმით რომელიც ფორმით თვითონ აირჩეს ახლა ცხოვრება ეს უტოპია იმათვის უტოპია ჩემთვის რა პროსტო ტკივნეული სიტუაცია ისო რომ ეს ხალხი ხვალანზე ეკონომიკური განვითარება მაინც საქართველოს ფარგლებში მოხდება მაგის რეგიონის თუმცა შეიძლება ის რესურსი რომელიც იქაც არის გამოიყენოთ სწორე იმათვის რომ ვიგრძნოთ იმათვისაც მისცეს ეს საშუალება რომ ეს საქართველო არის იმათი სამშობლო არა მარტო იმათი ჩვენი ერთმანეთის სამშობლო და იმ ეხლა თვითონაც კარგად ხდებიან რომ იმაში რა ყველაფერი თავისი ფინანსები, თავისი ბიუჯეტი, ყველაფერი დამოკიდებლები არიან რუსებზე, რუსულ ბიუჯეტზე. იმიტომ რომ ისინი არანაირი კაპეკი რუსულ ბიუჯეტზე არ აბრუნებენ. თვითონ რუსული ბიუჯეტი აძლევს ამას თანხა. ნებისმიერ დროს ეს წყარო შეიძლება გადავკეტოთ და გადარჩებიან ასე, მაგიტომ იურიდიულად და კონსტიტუციის პარაგრაფში და ყველაფერი ეს ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია ცხოვრობენ ოსი მოსახლეობა და მინდა გაიგოს ერთ რაღაცა რომ ეს ჩვენი ერთმანეთის სამშობლო ეს საქართველო განვითარდება ჩვენთან ერთად ერთმანეთში მეტი სათქმელი ამ ხალხთან არაფერი არ აქვს ვიცი რომ ტკივილი შეიძლება დღესაც იქ გამოაცხადოს რომ კიდე მოღალატე ვარ და ყველაფერი ვარ მაგრამ ერთი სიმართლე მაინც სიმართლეა რაც არის სიმართლე მაგას უნდა უთხრათ ხმამაღლა და შეიძლება ბერმა მოვისმენს და ბერმა უფრო სახში შეიძლება ფიქრობენ რომ მასია, მაგრამ გარეთ ვერ გამოვლენ და ვერ გეტყვიან მასე რა, როგორც ახლა ჩვენ ვიძახ. ბატონო დიმიტრი, 2006 წელს ცხინვალში ბატონი მაკეინი იყო ჩასული, შეხვდა ქოქოიც, ასეა? ცხინვალში? დიახ. არ გამიგია. არ გამიგია რომ მაკეინი და 2007 წლის იანვარში იგივე მაკეინი სტუმრობდა ხურვალეთს ეს გემახსოვრება ხურვალეთში იყო ჩასული ვაფშე არ მახსოვს საერთოდ მაკეინი აქ იყო ისიც არ მახსოვს ჩესლა გასაგებია მას ვახსოვდით საბაგირო ხო მაგრამ არც ვაქცევდი მაგას ყურადღება არ მახსოვს რომ მაკეინი აქ იყო ჩამოსული კარგი და ბოლო კითხვა მაქვს ბოლოს წინა უბრალოდ ოსური ენა უნიკალური ენაა, რომელსაც დაცვა სჭირდება, ეს ჩემი აზრია და ალბათ ამ აზრის მატარებელი არ ვარ მხოლოდ მე. დღეს ცხინვალში ადმინისტრაციის, იქაური ადმინისტრაციული სტრუქტურები ხომ არის შექმნილი თვითგამოცხადებული. რა არის ადმინისტრაციის ენა, რუსული თუ ოსური? რუსული. ამისთვის არა მარტო ადმინისტრაციის ენა ჩოვლებრივი ლაპარაკით ყველა ლაპარაკობს ოსურად მაგრამ უკვე ოფიციალური ენაზე ყველა არის რუსული ენა და ამისთვის იბრძოდნენ რომ რუსული ყოფილიყო ოფიციალური ენა ნუ ზუსტად მაგას გეუბნები რომ ამისთვის ბევრი არის ეხლა კიდე რომელიც დაუშვათ აცხადებენ რომ უნდა ისა რა ქვია დავიცავოთ ჩვენი ენა დაცვა გავაკეთოთ ჩვენი ენას ოსური ენას მაგრამ თვითონ უკვე ხალხი არ არის იმდენ დონეზე რომ დაუშვათ თავიდან უნდა დავიწყოთ ჩვენ
ახლიდან უნდა დავაყენოთ ეს საკითხი ესე რომ ბავშვობიდან 10 წლამდე ისა რა ქვია 10 კლასამდე ოსური ენა უნდა ყოფილიყოს, მაგრამ არ არის ახლა პროსტო მოთხოვნა ხო იცით როგორ არის ახლა ბავშვმა ოსური ენით რო ისწავლოს, მე სად უნდა სწავლის? კი, ოსური ხო, გასაგებია, მაგრამ ეს უნდა იყოს მშობლიური ენა, ოსური უნდა იყოს მშობლიური. ამისთვის რო იბრძოდნენ, არ ამგონია რომ ამისთვის იბრძოდნენ. ოსური ენა არის სოფლიოს სიმდიდრეებს შორის და მას დაცვა ჭირდება და ცუდია თუ ეს კარგად ვიხდება. სამწუხაროა დღეს რომ და ბოლო კითხვა, ქოქოითი ფანდარასტი იყო ასეთი სრულიად გაუაზრებელი პოლიტიკა. რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ და როცა ეს გაიგეთ, რა უთხარით სააკაშვილს ან მესხელს ან მერაბიშვილს? სააკაშვილთან ამ ქოქოითი ფანდარასზე თემა არ მქონდა, როცა დაიწყეს ეს მოძრაობა მე ძალიან ეს უარყოფითად მიიღეთ, რაშია საჭირო ეხლა ფანდარასტი გასაგებია რომ გზის კაი გზის ის იყავი კაცო და მალეო შეიძლება წაიყვანოს და პუტინმა წაიყვანოს იმას რა ქვია ქოქოითი ფანდარასს და აი ამას გააკეთეს მაგდროს რა და მეთქი ამას ეხლა ვერავინ ვერ გაიგებს ეხლა იქ ქოქოითი ფანდარასს იქ არავინ არ მიიღებს იმას დაუშვათ რომ უხარია ხალხს და არა გამორიცხული რას ნიშნავს ფანდარასტი ოსურა კეთილი გზავრობა ქოქოითო კეთილი გზავრობა თუმცა ეს სიტყვა ამისთვის არ იყო გამოყენებული თქვენ იცით ხო ხვდებით ალბათ ეხლა მე ხო ეს იყო შეურაცხყოფელი უკიდურესად და არა მარტო შეურაცხყოფელი აზრი არ ქონდა ამ იმას რა აი დაუშვათ რა რისთვის ვიმღერეთ და რა ვიმღერეთ და რა ხო ნიშნო რისთვის არის ესეც ვერ გავიგე და დავასრულოთ თორემ თქვენ აქ იყენებთ ოსურენას თბილისში გჭირდება რა თქმა უნდა კი არსებობა ბევრი ცხოვრობს ოსები აქ და იყენებთ თავისუფლად სადაც არის საჭირო იქ ოსურად სწავლობდა ბატონი ალეკო და უნდა დავხუროთ ხდო დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი ძალიან საინტერესო იყო რა თქმა უნდა დღევანდელი დღე ქალბატონმა თეამ ხაზი გაუსვა ოსური ენის მნიშვნელობას და თქვენ იცით დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენ როგორც ოს ასევე აფხაზ ხალხს უწოდებთ დაძმებს და თქვენ ახლა გაქვთ საშუალება რომ ოსურ ენაზე მიმართოთ მათ და შეგიძლიათ რომ ეს ჩვენი დღევანდელი კომისიის ხდომა ამისთვის გამოიყენოთ. ვის ოსებს წვივალს? დიახ, ოსებს ჩვენს შემიძლია დიდი სიამოვნებით знал фандема sagen что обонобономи так ситуациями так смогшарут и ростфандагнав афандагу кыргызстани майма ю пачаходами так шарен вина қава ройсен غداوی لگجینادای زرده جینات بیرا و دیزن جینات بیرا را خواستم کردم فلام فستم از سنبونمی دک خشت مرشم متن کستر تخشن کنم یو رسود نراشب جنیس ما کورکدن آبون جنیسون و تراش قطعش کچکن جنیس صبر جینادمی دک ما شاویاس نفس ما تخرات تد شما یوش قطع ما یمرشم بوزن მადლობა ბატონო დიმიტრი შეიძლება არ მიიღოს ეს ელმა მაგრამ ჩვენ მე პირადად ვერაფერი გავიგე მაგრამ ძალიან ლამაზი ენაა ეს კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ლინგვისტი დამეთანხმება და ცოტა წიგნი ვისაც წაუკითხავს ისიც კი რომ ამ ენას შენარჩუნება და დაცვა ჭირდება რომ ის დროსთან ერთად არ გაქრეს საკანონმდებლო დონეზეც რომ მივიღოთ რაღაცა ის პატარა ისიც ძალიან კარგი იქნება ამას რომ ვიმსჯელოთ ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა ნდობის აღდგენის პროცესის ნაწილი ცალკე ეს ასე ვერ იქნება რა თქმა უნდა ჩვენ საქართველოს მთავრობა თქვენ აგბრძანდებით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის შვიდობიანად მეგობრობით და ერთმანეთთან ხიდების გაბმით თუ აღდგენით მით უმეტეს რომ ოსებთან ძალიან ბევრი შერეული ოჯახი არსებობს და ძალიან დიდი მეგობრობის ტრადიციები აქვს ქართველ ეთნიკურად ქართველებს იქ მცხოვრებს და არა მხოლოდ იქ მცხოვრებს და ყველანაირი შანსი არსებობს რომ ჩვენ ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ და ვაშენოთ ერთიანი საქართველო ამინ ბატონი სოზარი და უნდა დავხუროთ ხდომა
დიდი მადლობა მოგზანებისთვის. უბრალოდ რადგან ოსურ ენაზე ვლაპარაკობდით, მე მგონი სწორად მახსოვს საბჭოთა პერიოდში მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე იყო ოსურ ენაზე სწავლება სკოლებში. ჩრდილოეთ ოსეთში ოსურ ენაზე სწავლება არ ყოფილა, მე რამდენადაც ვიცი. არა მარტო სამხრეთ ოსეთში, გუჯარეთის ხეობაში, კახეთში და ბევრ სადაც ოსები ცხოვრობდნენ, არსებობდა ოსურ ენაზე მაშინ როცა ჩრდილო კავკასიაში, ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ბევრად მეტი რაოდენობის ოსი ცხოვრობდა და რესპუბლიკის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსიც ჰქონდა უფრო მაღალი, იქ არ იყო ოსურ ენაზე სწავლა, ასე რომ აქედაც მე მგონი კარგად ჩანს ვინ როგორ უფრთხილდება იმ საუნჯეს, რაც არის ოსური ენა და მეგობრობა ხალხებს შორის. მადლობა. მადლობა ნდობისთვის და წარმატებებს გისურვებთ, ბატონო დიმიტრი. წევრებს დიდი მადლობა და გთხოვთ გამორთოთ პირდაპირ ეთერი.